განხორციელებაზე. რთველი 2013 კახეთი რთველისთვის ემზადება სამინისტროს მიერ დაგეგმილი პროგრამები და მიმდინარე სამუშაოები სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ღვინის სააგენტოს თავმჯდომარემ კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტის გამგებლებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და სოფლის რწმუნებულებს გააცნეს. კახეთში წელს 150,000 ტონა ყურძენს ელოდებიან, რომელსაც საქართველოში 80 საწარმო გადაამუშავებს. ახალი მთავრობისათვის როგორც მეურნეობა არის რეალური პრიორიტეტი, ჩვენ გვაქვს სისტემური მიდგომა, ჩვენ ვახორციელებთ სისტემურ სრულებებს და სწორედ ამ სრულების ნაწილი არის რთველი 2013 პროგრამაც და სწორედ ის რაც დაანონსდა, ჩვენ დღეს ჩამოსული ვართ კახეთში, თელავში, რათა კახეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გავაცნოთ დეტალები თვითონ ამ პროგრამის. ეს არის ძალიან კარგი მოსავალი, თქვენ იცით, ხარისხობრივად და ძალიან კარგი ყურძენი გვაქვს და რაოდენობრივად საკმაოდ დიდი მოსავალია, მაგრამ მიუხედავად ამის ჩვენი მოლოდინია რომ ხასი იქნება საკმაოდ საინტერესო მევენახეებისთვის საკმაოდ მაღალი ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს დაახლოებით ლარის რამში იქნება აქ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რომ ხარისხიანი ყურძენი ალბათ უფრო მეტი უნდა ღირდეს და ნაკლებად ხარისხიანი ნაკლები არაკონდიციური ბევრად ნაკლები ეღირება